გასცემას. დაპირისპირება სამხატვრო აკადემიაში სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების ერთმა ნაწილმა დღეს რექტორის პოსტიდან ირინა პოპეაშვილის გადაყენება გააპროტესტა და აკადემიური საბჭო ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა. დღეს დასრულდა სტუდენტებს შორის დაპირისპირება ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამდღიანი პროტესტის შემდეგ სტუდენტთა ნაწილმა თვითმმართველობასთან და რექტორთან შეთანხმებას მიაღწია. ახალგაზრდები უნივერსიტეტს თვითმმართველობის სრული შემადგენლობის გადადგომას ითხოვდნენ. ახალგაზრდები შეიკრიბნენ დღეს კულტურის სამინისტროსთანაც აქციაზე მათ კულტურის მინისტრის მოადგილისგან იური მეჩითოვისგან ტერმინ ოკუპაციისა და ოკუპაციის მუზეუმის შესახებ გაკეთებული განცხადებების შესახებ განმარტებები მოითხოვეს. ხელმოწერების შეგროვება სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნაწილმა უკვე ყოფილი რექტორის დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო. ახალგაზრდებმა დღეს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც ირინა პოპეაშვილს აკადემიის ხელმძღვანელის პოსტი დაატოვებინეს. ისინი საბჭოს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. სტუდენტების პროტესტს პროფესორ მასწავლებელთა ნაწილით შეუერთდა, თავად ყოფილი რექტორი კი დღეს ტელეკამერებთან არ გამოჩენილა. ძალიან ბევრი პროექტი შეწყდება, თუ ქალბატონი ირინა უბრალოდ აღარ იქნება აკადემიის რექტორი. მოვედი აკადემიაში და დამაყენეს ფაქტის წინაშე, რომ ის ვინც გუშინ ხელმძღვანელობდა აკადემიას დღეს არ ხელმძღვანელობს. ეს ასე არ კეთდება, ეს არის ძალიან ერთპიროვნული სტილი მმართველობის, მე ამას დავარქვევდი თავნებობას. სტუდენტთა და პროფესორ მასწავლებელთა ნაწილის პროტესტს დღეს აკადემიურ საბჭოში უპასუხეს. საბჭოს წევრების განმარტებით ირინა პოპეაშვილის გადაყენება წესდების დაცვით მოხდა. ახალი რექტორი კი უკვე არჩევნების გზით დაინიშნება. ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში თავისუფალი არჩევნა. ხალბატონ ირინას და თუნდაც მეც შემიძლია მივიღო მონაწილეობა. არავინ არ აუგზავნებს, როგორც ამას დაერქვეს კანონიერი და წესიერი არჩევნები. სამდღიანი პროტესტის შემდეგ აქცია დასრულდა ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტთა ნაწილი თვითმმართველობის წევრებისა და რექტორატის გადადგომას ითხოვდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც თვითმმართველობის ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის სტუდენტთა 1/3 თანხმობა უკვე საკმარისი იქნება. გაკეთდა ურთიერთ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც სტუდენტურ თვითმმართველობის დებულებაში შევაცვლილება, რითაც შესაძლებელი გახდება რიგარში არჩევნების საკითხი იქნეს დასმული. თუ ჩვენ მომაგროვებთ საერთოდ ხმების 1/3 ჩატარდება რიგარეში არჩევნები. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ეს იყო, ამიტომ თვითმმართველობა და წამოვიდა ამ კომპრომისზე და მოხდა შეთანხმება. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებმა დღეს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე კულტურის სამინისტროსთან აღნიშნეს და ოკუპაციის მუზეუმის არსებობის აუცილებლობის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. მათ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გაუქმებასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილის იური მეჩითოვის მიერ გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს, რომელშიც ის მუზეუმის სახელწოდებაში ტერმინ ოკუპაციის შეცვლაზე საუბრობდა. თავად იური მეჩითოვი საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ აქციის მონაწილეებს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ უპასუხა. ვართ თუ არა ჩვენ ოკუპირებული, ან შეიძლება თუ არა ოკუპაციის მუზეუმს ერქვას ოკუპაციის მუზეუმი, ამაზე ჩემი აზრით დისკუსიაც აღარ არის საჭირო, არა მარტო ჩემი აზრით, აქ შეკრებილი ხალხის აზრით და ზუსტად ამ აზრს ვაფიქსირებთ ჩვენ დღეს აქ. კულტურის სამინისტროს არ დაუწყია აღნიშნული საკითხის განხილვა, ან სახელის გადარქმევა, ან ლიკვიდაცია, ან რამე ასეთი მსგავსი. ეს საკითხი არ განიხილება და საზოგადოებას შეუძლია რომ არ იღებოს ამასთან დაკავშირებით. საპროტესტო აქცია კულტურის სამინისტროსთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. თავად უწყებამ კი საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური განცხადება უკვე გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მუზეუმის სახელთან ან სტატუსთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება სამინისტროს დღის წესრიგში არ დგას.